ვაგროვებ მესხურ ჯიშებს, მესხურ გადაშენებულ ჯიშებს და თითქმის უმეტესობა მოვიძიე. მაქვს სამარიობო თეთრი, მაქვს ცხენიძუძუ თეთრი, მაქვს ხარისთვალა თეთრი, საფარულა, რომელიც სულ ახლახან მოვიძიე. 10 წელი ვეძებდი მაგვას, ძალიან ძვირფასი ვაზია. მაქვს ჩიტის კვერცხა თეთრი. მესხური ჯიშები გამოირჩევა თავისებური გემოვნებით, ღვინის ხარისხით, ღვინის გემოთი და რაც თავარია, მესხური ჯიშები არიან ძალიან ძლიერი ზდით ზდაგანვითარებით გამოირჩევა. მესხური ჯიშის ყლორტი მაგალითად არსებობს ასეთი ვენახი ბეჟანა, რომელსაც შეუძლია ყლორტი გაიზარდოს სადღაც 3-დან 4 მეტრამდე, 1 წლის განმავლობაში, 1 წელიწადში. მესხური ჯიშები არის დაუმორჩილებელი ჯიშები, რომელსაც შეუძლია ძირითადად მაღლარების სახით გვხვდება, რომლებიც დიტანიან ხეებზე ადიან და ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლია რომ ხის თავზე მოექცეს. ხე დაახლოებით 10 მეტრიც რო იყოს, იმ ხის თავზე მოექცევა აუცილებლად. მესხეთის პირობებში ძალიან იმდენი წამლობა არ უნდა, როგორც ქართლში და კახეთში. როდესაც ვაზი გამოდის, სადღაც ერთი მკაველი რო გაიზრდება ყლორტი, მაშინ უნდა პირველი წამლობა. როდესაც ვაზი ყვავილობს, მაშინ არც მორწყვა შეიძლება ვაზისა და არც შეწამლა. რო დაიყვავილებს, მაშინ უნდა მოიწყას ვაზი კარგად და უნდა შეიწამლოს. და უკვე ყლორტიც გაზრდილია და მეორე იარუსზე უნდა მივაბათ. ძლიერი ვაზი რომელიც არის და უკვე ყლორტი გადაცდა მეტრანახევარს და რამეს აუცილებლად თავები უნდა წავამტვრიოთ, რომ ძალა იქ არ წაიღოს და მტევანს მოხმარდეს ის ენერგია, რაც ვაზი ფესოდან მიაწოდებს ვაზს. არიან მესხური ჯიშები, რომლებსაც მართლაც რო დიდი მტევნები აქვს. ავიღოთ ისევე ბეჟანა. ბეჟანას მტევანი ცალკეული არის 200-300 გრამი, ცალკეული მტევნები 800-900 გრამზე ადიან. მესხური ჯიში ვნახეთ ერთი ადიგენში, რომელიც სახელი არ შეგვირქმევია ჯერ და იმასაც ძალიან დიდი მტევნებია, სადღაც 9 კილომდე ადის მტევნები.